მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Tales and Tastings. მე ვარ ლუკა ქორიძე, ეს კი ჩემი მეგობარი გიორგი ბარამიძე. ჩვენ დღეს ამ გადაცემაში მიგვიწია ბექამ. მიგვიწია რა. თქვენ ახლა უყურებთ უწამყვანო გადაცემას. ამ თამაშს ვერ გავიგეთ მე და ჩემი კოლეგამ რა ქვია, იმიტომ წამყვანი არ გყავს, წესების ახსნელიც არავინ არ გყავს და მოდი მივყვეთ დინებას და რაც გამოვა. მოდი, თამაში უცლი მარტო ბევრი რო არ ვიწვალო. ეს თამაში მაქვს ნახე და ესე რატო ათამაშო? აბა როგორ ნავთამაშო? ერთ მისანამ არ მოხსნი და მეორე სანამ არ მოხსნი ის. მოიგე. და პირველი რაუნდი მოიგო გიორგიმ. რადგან წამყვანი არ ყავს, მეორე დავალების წესების დაახლოებით ჩვენით მივხვდით, ეს არის blind tasting-ი. ლუკა, გამომიწადე ხელი და მოგასვდი პირველ სასმელს. ლიქიორს ააგავს. მოდი იყოს ვისკი. ლიქიორი. ეგ არის. წყალი. ეგ არის. ჭაჭა ხო არ არის შემთხვევით. რძე. ბრენდი. სანტეს წააგავდა. რითი არის? როგორ? რითი არის? რითი რა მხრივ? სკინით. ჭაჭა. რომი. რძე სად გააძრებ? ჩვენ blind test-ში 6-დან 3 გამოვიცანი და მოდი ვნახოთ ჩემი კოლეგა ბატონი გიორგი რას იზავს ამ ურთულეს ტესტში. კოლეგას რატომ ეძახის წარმოდგენა არ მაქვს? დავიწყოთ. დავიწყოთ მზად ვარ ყველაფრისთვის. კაი, ეს არის ან ვისკი, ან სკოჩი. ვისკია. სწორია. გემოს გასანეიტრალებად თქვენ კოლას ინებებთ თუ წყალს? კოლაც მეყოფა. კი ბატონო. ხო, აქვე მეგობრებო შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და 20 გამომწერზე გვექნება რაღაც პრიზებიც. 88 მყავს უკვე და ჯერ ესეთი ჩვენი არ არის, ჩემი არხია. მეგობრებო, ეხა კადრს უკანა მხრიდან მოგმართოთ რა. ჩემი პირადი არხი არის, ჩემი პროექტი. ვინც აქ მოვიყვანე, ყველა ეძახის ჩვენი. ხო. აუ ციტრუსის სუნი მოდის მაგარი. ეს არის line fresh თუ რაღაცა? სამწუხაროდ თქვენ ვერ გამოიცანით. ეს არის ღვინო. ღვინოა. მართალია. 3-დან 2 სწორი პასუხია. ამას აქ მარწყვის სუნი. არაღია ეს მარწყვით. ოჩო. ურთულეს შოც გაართვით თავი მინდა გითხრათ და გაქვთ 4-დან 3 სწორი პასუხი. არაღი იყოს. სწორია, მინდა გითხრათ. იქნებ ბოლოც გასინჯოთ და დიდი სიამოვნებით. შეგერგებათ თან. გაგიმარჯოთ. გაიხარა. ვაი მე როგორ მეცნობა? ვერ გეცნობა. არ მეცნობა? არც კი იქნება გასინჯული. ლიშის სიროფი არ ვიცი. მაგრამ ამის და მიუხედავად თქვენ მაინც მოიგეთ ეს რაუნდი 4 სწორი პასუხი გაქვთ 6-დან. მაგრამ იქენ გამომდინარე რომ ვიდეო მოკლე გამოდის, იმიტომ რომ სიტყვა ძუნწები ხართ. ხმა თქვენ ვერ ეს მოგაგებინათ იყოს ასე მესამე შემდეგ. რაუნდი მოდი და ეხლა მეორე ჩავწეროთ. იქენან გამომდინარე რომ გიორგიმ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა ლუკა. ლუკა განადგურებს ახლა შალუკა. გიორგიმ გამოიჩინა თავმდაბლობა. და უნდა რომ ბოლომდე აჩვენოს რომ სამივე რაუნდში შეუძლია ლუკას დამარცხება. ამიტომ ვთამაშობთ მესამე რაუნდს. ნუ რას უკაცრავთ? მესამე რაუნდის წესები მარტივია. მე გისვამთ 8 კითხვას, ვინც პირველი მოასწრებს ღილაკზე ხელის დაჭერას, ის პასუხობს. იმ შემთხვევაში თუ არასწორად უპასუხებთ, გაკლდებათ 0.5 ქულა და თქვენს ოპონენტს მიეცემა შანსი რომ უპასუხოს.
რომელია ჩემი საყვარელი სასმელი? არა. რატომ არ შეიძლება ალკოჰოლის გაყინვა სტანდარტულ საყინულში? იმიტომ რომ ალკოჰოლი მაღალ გრადუსს შეიცავს და არ იყინება. სწორია. 1-0.5. რა საერთო აქვს შამპანურს და ლუდს დუღილის პროცესში? შამპანური და ლუდი საერთო დუღილის წესით დუღდება, რომ ბუშტუკები გამოღოს. სწორია. რომელი ალკოჰოლი შეიძლება დამზადდეს მთლიანად შაქრის ლერწმის? რომი, კუბური სასმელი, ჩემი საყვარელი სასმელი. სრულად შაქრის ლერწმისგან მზადდება. რატომ იყენებენ ზოგიერთი ლიქიორის დასამზადებლად კვერცხის გულს ან ცილას? და კვერცხის გული კვებაში გამოიყენება რაღაცის შესასქელებლად და ალბათ შესქელებისთვის, რომ ცოტა ბლანტი სითხე გამოვიდეს. სწორია. რომელი ალკოჰოლური სასმელია მოხსენებული შუა საუკუნეების მონასტრულ რეცეპტებში, როგორც ღვთის ელექსირი და რატომ? ღვინო. არა. მაგ სასმელს ერქვა კაცის სახელი. ბენედიქტე რაღაც ეგეთ სახელი ერქვა. არ სწორი სახელი? ბენედიქტენი. არა. ეს არის ბენედიქტინი. წოდავსტი. რატომ გამოიყენება მარილი ტეკილას დალევისას ტრადიციულად ლაიმსა და შოთის კომბინაციაში? გემოსგასთან ერთად მარილი კლავს იმას, რა ქვია, რეცეპტორებს ენაზე და სიმწარე რო აღარ აღვიქვათ. სწორია, 2.5. რომელი ქვეყნის საკანონმდებლო სისტემამ პირველად შემოიღო მკაცრი კონტროლი ალკოჰოლის წარმოებაზე მე-16 საუკუნეში? გისმენთ. წესით ეს უნდა იყოს შუა საუკუნეები მითხარი, ხო? ივანე მრისხანე უნდა იყოს მაშინ ეგ. რუსეთი. სწორია. რას ნიშნავს სიტყვა ბრუტი შამპანურზე და რა განსაზღვრავს მის მნიშვნელობას? გორის ხო? რა ვარიანტებში ისაც იმშელოთ და მე ვის დაასწრებს. ბრუტალურისკენ ხარ მისანა. პასუხი გითხარი. არა. რატომ არის აბსენტი ისტორიულად აკრძალული სასმელი ზოგიერთ ქვეყანაში? თავისი მაღალ გრადუსიანი შემცველობით. როგორ ფუნქცია ეგ? ევროტური. მოვიგე. მოიგე. 1-0. მადლობა. მომილოცავ შემდეგ რაუნდში გადასვლა და მინდა წარმატება უსურვო ჩემს დამმარცხებელს. მე მინდა წარმატება უსურვო, აზიგისოზე დავამარცხებ იმას. მე მინდა რომ კადრს უკანა მხრიდან მოგმართოთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო და ნებისმიერი სახის კომენტარი დაგვიწეროთ. სულ რა იმ ბიჭებს ლანძღავდით, არ წამშლი გვირდებით. თავარი კომენტარი იყოს და პრობლემა არ არის. შევხვდებით მომდევნო წყვილთან ერთად, ალბათ ის ხალხის დაიბრალებს, რომ ჩვენ გადაცემაში და ჩვენ არხზე და ჩემი არხი და ჩემი, ანუ ყველაფერი ამათი არის. ეგ კარგი. ხო, მე მეგონი იმენ რაუნდების წესებზე არა, კარგი, მოდი. ზოგადი. დაახლოებით 20 წუთია, ვთხოვ, რომ უმარტივესი ტექსტი თქვან და ისევ მე, ისევ კამერის უკანა ფონიდან გავახმოვანებ, ვთხოვ, რომ მე ვისაუბრებ და შენ უბრალოდ ტუჩები გააყოლე. ანუ ლიპსინგი რაც არის, კარგი? უწამყვანოს მომდევნო ეპიზოდებში და საერთოდ ამ პროექტის განმავლობაში. შევხვდებით 8 წყვილს. წყვილებს შორის იქნება ჩემპიონატი. წყვილებს შორის გაიმარჯვებს ერთი ადამიანი და ამ 8 წყვილში გამარჯვებულ ადამიანებს შორის ჩატარდება კიდევ ჩემპიონატი, რომელსაც ნახევარფინალი ქვია თუ ნახევარი ფინალი. ეს ზუსტად არ ვიცით. და ფინალში გამარჯვებულ ადამიანს არ გადაეცემა ბინავაკაში, მაგრამ გადაეცემა 501 ლარიანი ან 500 ლარიანი და 500 ლარი გადაეცემა სასმელი n რაოდენობით, არა, m რაოდენობით. m რაოდენობა ნიშნავს 4-5 ბოთლს. ზომიერად. და იმ შემთხვევაში თუ ფინალისტი დაამარცხებს final boss, რომელიც დიდი ალბათობით იქნება საქართველოს გამორჩეული ბარმენეჯერი და მიქსოლოგი, სახელდაგვარს ჯერჯერობით არ ვასახელებთ, ის მიიღებს საოცარ მასტერ კლასს ამ ყველაფერთან ერთად. ამიტომ თვალი გვადევნეთ, გამოიწერეთ არხი, მომავალ შეხვედრამდე. თქვენ უყურებდით Tales and Tastings, გიორგისთან და ლუკასთან ერთად. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. ძალიან დიდი.